დილამშვიდობისა დილა პირველზე ისევ ეთერშია საქართველოში 9 საათი და 14 წუთია. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთ მთავარ თემას დაუბრუნდეთ, რადგან ჯერ კიდევ გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდით და ვფიქრობ, რომ ბევრ თქვენგანს დაინტერესებს რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ მიწის ნაკვეთის შეძენის ან მისი დაკარონების შემთხვევაში. ნახეთ თათია დარასელის სიუჟეტი. მიშამ მიწის ნაკვეთი 2 წლის წინ შეიძინა. ფიქრობდა, რომ 2016 წელს ახალ სახლში შეხვდებოდა, მაგრამ მშენებლობის ნებართვაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ლანდშაფტურ ზონაში მდებარეობს. ყველანაირი წესის დაცვით შევიძინე მიწის ნაკვეთი და საჯარო რეესტრში გადმოვიფორმე საბუთები და გადავამოწმე კიდევაც ყველაფერი. და რადგან ჩემი მიწის ნაკვეთი ქალაქის გარეუბაში მდებარეობდა, წარმოადგენაც კი არ მქონდა თუ რამე პრობლემა შემექმნებოდა მშენებლობაზე. და როდესაც საქმეზე მიდგა და მშენებლობის დაწყება გადავწყვიტე, აღმოჩნდა თურმე რომ ეს ჩემი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ლანდშაფტურ ზონაში. მსგავსი პრობლემის წინაშე ქალაქის ბევრი მცხოვრები აღმოჩნდა. მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული, რა შეიძლება მოხდეს ამგვარ შეზღუდულ ზონირებაში მოქცეული მიწის ნაკვეთის შეძენას. ფიქრობენ, რომ რადგან უძრავი ქონება საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული, მისი სურვილისამებრ გამოყენების სრული უფლება აქვთ. მე ურჩევდი ნებისმიერ მოქალაქეს, იმიტომ რომ ტასჯიზე არაშვეულებრივად ჩანს, ეს არის არქიტექტურის სამსახურის გვერდი, თუ რომელ ზონას განეკუთვნება ამ შემთხვევაში კონკრეტული მიწის ნაკვეთი, მოქალაქემ უნდა იცოდეს. როდესაც ლანდშაფტურ ზონაში ან სარეკრეაციო ზონას ის განაცხადებს ყიდვას და შეიძლება ქალაქის სამსახურმა გადაწყვიტოს მას მიყიდოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ იქ მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ესეთი საკითხი, ხო? ძალიან თვალნათელია, ცხადია, რომელი მიწის ყიდვა შეუძლია მოქალაქეს და აქედან გამომდინარე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მან უნდა მოიკითხოს ეს, რამდენად მიზანშეწონილი იქნება, თქვათ, მისთვის ამ ნაკვეთის ყიდვა. ელემენტარული, სანამ განაცხადს გააკეთებს, ესე იგი, ქონების მართვის სამსახურში, მანამდე მან პროექტი უნდა ატვირთოს არქიტექტურის სამსახურში, დაახლოებით რისი მოწყობა უნდა და შემდეგ უკვე, როდესაც იქიდან მიიღებს რაიმე პასუხს, მერე უნდა გააკეთოს განაცხადი ზოგადად, ხო? ანუ ლოგიკური საფეხურები არსებობს, რომლებიც მაქსიმალურად პრევენციას ახდენენ იმისა, რომ არასწორი მიწა არ იყიდოს თავისი სარგებლისთვის მოქალაქე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მიწის ლეგალიზაციის საკითხია. ამ მომსახურებაზე დედაქალაქის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიამ გასული წლის განმავლობაში 6000-მდე განაცხადი მიიღო. 2016 წლისთვის კი კანონში მიწის ლეგალიზაციის შესახებ ცვლილებების შეტანა იგეგმება. თუ მაგალითად ჩვენ მხოლოდ 2007 წლამდე, ესე იგი 2007 წლამდე იყო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობათა და ნაგებობა ასეთ განცხადებებს განვიხილავდით, აწი განვიხილავთ 2011 წლამდე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ნაგებობის საფუძველზე მოქალაქის განცხადებას. იმიტომ რომ პრაქტიკამ ანახა, რომ ძირითადად 2007 წლამდე მომართვიანობა თითქმის უკვე თავრდება და იწყება უკვე ახლად განთავსებული შენობა ნაგებობის საფუძველზე მომართვიანობა. ეს არის ერთი ცვლილება, მეორე ცვლილება ეხება შენობა ნაგებობის ტიპს, იმიტომ რომ თუ ჩვენ ნახეთ, რომ იგივე ხის ნაგებობაში ცხოვრობს ოჯახი, შესაბამისად უკვე ამის ლეგალიზაციასაც მოვახდენთ, მიუხედავად იმისა, რომ ყარად შეიძლება ეს არ იყოს განთავსებული მიწის ნაკვეთი და კიდე ერთი ცვლილებაა, ჩვენ ზღუდავთ რაოდენობას, იმიტომ რომ ადრე იყო, თქვათ, ესე იგი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოითხოვდა მოქალაქე, არ უნდა ყოფილიყო ესე იგი მეტი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუ მაგალითად 1000 თუ იქნებოდა მას უფლება ქონდა 999 მოეთხოვა, მაგრამ შევზღუდეთ ჩვენ მიწის ნაკვეთების ესე იგი კვადრატულობის ოდენობა და კონკრეტულ კვადრატულობას შევთავაზებთ უკვე მომთხოვნ მოქალაქეს და დანარჩენს შევთავაზებთ რომ შეისყიდოს ქონების მართვის სამსახურიდან. მიწის ლეგალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. ზონირების მიზანი კი დედაქალაქის სწორი სამშენებლო განვითარებაა. პირველზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავით დევიძე, საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსია ჩვენთან. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით. სიუჟეტი რომ ორი სიტყვით სიუჟეტის მთავარი თემა რომ ორი სიტყვით შევაფასოთ, მთავარი შეცდომები, რასაც მოქალაქეები მიწის ყიდვისას უშვებენ ხოლმე, იქნება ეს თბილისი თუ რეგიონები. კი ბატონო, წარმოდგენილ სიუჟეტში განხილულ შემთხვევაში, ანუ
საკითხი ეხებოდა მშენებლობის ნებართვას, ანუ მშენებლობა შესაძლებელი იყო თუ არა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მახასიათებელი საჯარო რეესტრის რეგისტრაციის არ ექვემდებარება, ანუ საჯარო რეესტრი რეგისტრირდება უძრავნიცე საკუთრების უფლება და სხვა სანიმთო უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას და ან შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე აშენდეს რაიმე ტიპის შენობა ნაგებობა, ამას განსაზღვრავს უკვე თბილისის მერიის შესაბამისი არქიტექტურის სამსახური, რაც დამოკიდებული არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში პირველი რაც უნდა განისაზღვროს ეს არის რომ უნდა ვიცოდეთ რისი აშენება გვინდა, რომ მიმართავთ, ანუ შემდეგ სტატუსი რა თქმა უნდა, ანუ კონკრეტული მდებარეობა მიწის ნაკვეთის უნდა შეირჩეს, უნდა განისაზღვროს ეს ნივთი და უნდა ვიცოდეთ რისი აშენება გვინდა ზოგადად და შემდეგ უნდა მიმართოთ არქიტექტურის სამსახურს, რაზეც შეიძლება თუ არა მოვიპოვოთ ეს შენებლობის ნებართვა ამ ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია შეფასდეს თვითონ უძრავი ნივთის მახასიათებლები, მისი გეოლოგიური მახასიათებლები, მისი ფართობი, ასევე იმ შენობა ნაგებობის ხასიათი და კოეფიციენტი შეიძლება თუ არა აქ დაიდგას. შესაბამისად ის რომ დაუშვათ მიწა შეიძინა ადამიანმა არ ნიშნავს რომ მან აპრიორი შეიძინა მასზე მშენებლობის უფლება, იმიტომ რომ ეს ნივთი შეიძლება მდებარეობდეს ფუნქციურად ისეთ ზონაში როგორც არის სარეკრეაციო ზონა, სადაც ამგვარი მშენებლობა აკრძალულია და არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას. და არის შესაძლებელი რომ დავუშვათ შეიცვალოს მიწის სტატუსი დანიშნულება. დიახ, არსებობს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც მოიცავს გარკვეულ წესებს და აღნიშნულ გეგმაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, რაც დამოკიდებული არის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, შესაძლებელია დროთა განმავლობაში მოხდეს აღნიშნული ცვლილება, ან თუ ეს დაუშვათ შეფასებული იქნება რომ რაიმე ტიპის რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიწა არ უნდა იყოს დაუშვათ სარეკრეაციო ზონაში, შეიძლება მიიღოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის შესაბამისო ორგანო. თუმცა ეს კონკრეტულ შემთხვევაზე მაგალითად ჩვენი სიუჟეტის მოქმედ გმირზე რომ მათ შეიძინა მიწა რომელზეც ვერ აშენებს სახლს, ანუ ეს არ იმოქმედებს, ანუ მე ვგულისხმობ რომ კერძო პირის განაცხადი როგორც წესი ცალკეული განცხადებებით დიახ ეს არ კორექტირდება, იმიტომ რომ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა კომპლექსური დოკუმენტია და მასში ცვლილებები ასაგებია. დავით, რეგიონებში რო გადავინაცვლოთ და საჯარო რეესტრის საქმიანობაზე ვისაუბროთ, ის რაც უნდა იცოდეს მოქალაქემ, თქვა სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისას და მისი რეგისტრაციისას. რა არის ეს მთავარი პუნქტები ასე? პირველ რიგში რაც დაინტერესებულმა პირებმა ამ შემთხვევაში უნდა იცოდნენ ეს არის რომ სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მიწაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა რეესტრის რეგისტრაციიდან, ანუ რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც რეფორმის პერიოდში გადაეცა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები სახელმწიფოს მხრიდან მოხდა მიწების განკერძოება, გადაეცა და საქართველოს მოქალაქეებზე განიკარგა მიწები, თუმცა შემდეგ ეს უფლებები რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში და ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას ზოგადად როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ისე ქვეყანაში ზოგადი სიტუაციის სიღარიბის დაძლევისთვის და მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა მისთვის რომ მათ დაცული იყოს მათი საკუთრების უფლება, ეს უფლება დაირეგისტრირონ, განსაზღვრონ ის მიწა კონკრეტულად სად მდებარეობს, რომელი მიწაზე შეუძლიათ მათ დაუშვათ განკარგონ, მიიღონ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირს ურჩევდი რომ რაც შეიძლება ხორცილებულად ან სწრაფად მოახდინონ თავიანთი უფლების რეალიზება, წარმოადგინონ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები საჯარო რეესტრის ნებისმიერ სარეგისტრაციო სამსახურში. რა გზაა დასავლელი პროცედურა როგორია, თქვა მიწის დარეგისტრირების? არსებობს 4-დღიანი პროცედურა, მომსახურების 4-დღიანი ვადა. სარეგისტრაციო მოსაკრებელი გათავისუფლებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში და უფასოა. საჭიროა წარმოდგენილი იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს მიღება ჩაბარების აქტი, საარქივო ცნობა, საგადასახადო და ასე შემდეგ, რაც გაწერილია პრეზიდენტის 525 ბრძანებულებით. შესაბამისად, ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზით, რომელსაც თვითონ მოქალაქე აზომოს და მიუთითებს მის საკადასტრო კოორდინატებს, ხდება უფლების რეგისტრაცია, თუ სხვა დაუმბრკოლებელი გარემოები არ იარსებებს, რა თქმა უნდა, თუ იქ არ იქნება სხვისი უფლება რეგისტრირებული, ან არ იქნება ყადაღა და სხვა შეუსრულებელი. მაყურებელი ყავს 2409029 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია, დილომშვიდობისა, თქვენ პირდაპირ მოგესალმებით. ისმენთ. მადლობთ. მას სასოფლო-სამეურნეო ნაკეთია. რომელიც შევარდაგისტრირებელ მოცემული საბუთის კონდე საბუთი დავკარგეთ ეთლებს რეგისტრაციაში მინდა გავატარო საჯარო რეესტრი როგორ უნდა მოვიქცე. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მადლობა. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში ეს დოკუმენტი შესაძლებელია მოძიებული იქნეს ეროვნულ არქივში.
რაც შეიძლება იყოს საკომლო ცნობა, ასევე საგადასახადო ორგანოებიდან შეიძლება მოითხოვოთ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელად ირიცხებოდა თუ არა ესა თუ ის პირი, რაც იქნება უკვე უფლების რეგისტრაციის საფუძველი. კიდევ ერთ დავამატებ, რომ 99-2006 წლებში საქართველოში რამდენიმე პროექტი განხორციელდა USAID-ის და სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, რაც მოხდა უფლებათა სისტემური რეგისტრაცია და მე არ გამოურიცხავ, რომ ამ ბატონის უფლებაც რეგისტრირებულია, ხოლო უფლება და მას არ ექნება საკადასტრო მონაცემები დაზუსტებული და თუ შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან გამოითხოვოს, რეგისტრირებულია თუ არა მისი საკუთრება, აღრიცხულია თუ არა იმ წესით, რა წესით აღირიცხა ამ პერიოდში. და შემდეგ უკვე მოუწევს მხოლოდ საკადასტრო აზრობითი ნახაზის წარმოდგენა და დაზუსტება რეგისტრირებული მონაცემების. ანუ საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს სულ. რამდენად პრობლემურია ზოგადად ეს საკითხი? ანუ საქართველოში ესე უხეშად რომ თქვა რა რაოდენობის მიწა არ არის დარეგისტრირებული როგორც კონკრეტული ადამიანის საკუთრება. კი ბატონო, მოგახსენებთ, ანუ დღევანდელი მონაცემებით რთულია ამის თქმა, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოში რეფორმა ჩატარდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. არ იქნა აღრიცხული თუ რა ფართობზე, რა მასშტაბის, რა რაოდენობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გასცა სახელმწიფომ კერძო პირებზე. ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც ფიზიკური, ესე იურიდიული პირები. ამიტომ რთულია დღეს თქვათ თუ რა რაოდენობა დარეგისტრირდეს ზუსტად. მაგრამ დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მიმართებაში შესაძლებელია დაახლოებით 2/3 შეიძლება რეგისტრირებული არ არის. საკმაოდ დიდი მონაცემია. ეს ხელს უშლის მიწის ბაზრის განვითარებას, ზოგადად სოფლის მეურნეობის როგორც დარგის განვითარებას და შესაბამისად სახელმწიფოს მიზანია, რომ ამ კუთხით გადამჭრელი ღონისძიებები გაატაროს, რაზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, მუშავდება კანო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოფა უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას და საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას იმგვარად, რომ სახელმწიფომ თვითონ განახორციელოს, რომ გარკვეული ტიპის საქმიანობა, რაც შეეხება აზომით ნახაზების მომზადებას და უშუალოდ რაც პრობლემურია ხოლმე მოქალაქეებისთვის და ამას განახორციელებს უშუალოდ საჯარო რეესტრის მეშვეობით სახელმწიფომ და ეს ხდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. პირველი ეტაპზე იქნება პილოტური პროექტი 11 სოფელში, შერჩეული ეს 11 სოფელი საქართველოს ყველა რეგიონის მიხედვით, რაც გამოწვეულია იმით, რომ რეფორმის პერიოდში შეცდომები დაშვებული იქნა სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის სხვადასხვა სოფელშიც კი, შესაბამისად აღნიშნული ინფორმაციის მიღება და გაანალიზების შემდეგ უკვე ეს პროექტი გავრცელდება მთელ საქართველოზე. და მანამდე კიდე მე ურჩევ ისევ კიდევ ერთხელ აღნიშნავ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სოფლის საკუთრება ჰქონდეს დაცული, აი მიუბრუნდეთ ისევ, მაგრამ მანამდე მაყურებელი ყავს ხაზზე. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მოგესალმებით. შეკითხვა თუ შეიძლება უცხოეთის უფროსთან. ჩვენ სოფელი გვაქვს თეთრიწყაროს რაიონი არის, სოფელი დიდი თონეთი არის, მანგლისთან ახლოს არის ეს სოფელი დიდი თონეთი. იქ ჩემ დედამთილს სახლიც, მისი სახლი ჩვენ დაგვჭა, რა თქმა უნდა, ჩემი დედამთილის, ჩემი შვილებს და შვილიშვილებს დაწერა და სახლთან 1000 მეტრი გვაქვს და სახლის გარეთ 2400 მეტრი, სახლის გარეთ მოცილებით ცოტა 2000 კომუნისტებზე წინ ადრინდელი ნაკვეთი არის და გვაქვს მხოლოდ ცნობები, სახლთანაც დაკავშირებით თონეთის საბჭოდან გაცემული ცნობა გვაქვს, რომ ნამდვილად ამ ქალის საკუთრება სახლიც და ეს მიწაც და სახლის გარეთ რომ არის, იმაზე კიდევ ადრე რომ იყო შევარდნაძის ხელმოწერით ლურჯი საკუთრების უფლების მოწმობები. იხარაში მდგომარეობს კალთაზე. საკუთრების უფლების მოწმობაო, აღარ არის ძალაშიო, თითქოს ასე გვითხრეს. დიდი მადლობა ზარისთვის. მადლობა. პირველ რიგში ანუ რა ინფორმაციას მივიღეთ, ეს არის ერთ-ერთი რეგიონი საქართველოს, სადაც რეფორმა ჩატარდა ისე, ანუ როგორც მთელ საქართველოში გაიცა კომლებზე, მიწის ნაკვეთებზე უფლება. ამიტომაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ამ შემთხვევაში არის ზუსტად საარქივო ცნობა, რომელსაც აწარმოებდა საქართველოს თვითმმართველი ორგანოები, სხვადასხვა ტერიტორიული და იქ შეტანილია კომლზე ინფორმაცია, თუ ვინ არიან კომლის წევრები და შემდეგ რა ფართობის მიწა გადაეცათ მათ საკუთრებაში რეფორმის პერიოდში. აღნიშნული საარქივო ცნობის საფუძველზე ალბათ შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და მოითხოვოს იმ უფლების რეგისტრაცია, რომელზეც ეხლა საუბრობდით, ხოლო რაც შეეხება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს, რომელზეც სახლია განთავსებული, რეფორმის დაწყების პირველივე ეტაპზევე, მინისტრთა საბჭოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ჩაითვალა იმ კომლების საკუთრებად, რომელსაც საბჭოთა პერიოდში, რა თქმა უნდა, ჰქონდა სარგებლობაში და არა საკუთრებაში გადაცემული ის ფაქტები, რომელზეც სახლი ედგათ. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია უბრალოდ დაირეგისტრიროს ორივე ნაკვეთი, თუ
თუ წარმოადგენს საარქივო ცნობას, სადაც მითითებული იქნება კომუნის წევრთა ვინაობა, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწყობის ასლები და აზომვითი ნახაზი. ეს პროცედურა ნებისმიერ შემთხვევაში ერთდროულად ყველა შემთხვევაში ჯერ საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ, იმიტომ რომ არის ხანდახან შემთხვევები, როდესაც ერთი პირის საკუთრებაში არსებული მიწის საკადასტრო კოდი, სწორად ვამბობ, მე მგონი მიწერილია თქვა სხვა პირის საკუთრებაში და ეს რაღაცა გაუგებრობა იქნება ხოლმე, რომ ვის ეკუთვნის ბოლო-ბოლო რაღაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი. ეს მის კი ბატონო გიპასუხებთ. ანუ აი ეს პრობლემა, რაც თქვენ აღნიშნეთ, გამოწვეულია ისევ და ისევ რეფორმის დროინდელი პრობლემებით, რაც გულისხმობს შემდეგს. სახელმწიფო მიწის ნაკვეთებზე უფლებები გასცა გადაკერძოვდა მიწა, მიეთითა რომ დაუშვათ საქართველოს მდებარე სოფელი დიღომი რო ავიღოთ. სოფელი დიღომში გადაიცა კონკრეტულ ფიზიკურ პირს 5000 კვადრატული მეტრი, თუმცა მას კოორდინატთა სისტემა, ან რაიმე ტიპის მახასიათებელი და იდენტიფიკატორი, რომ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი თუ რომელია ამ სოფელი დიღომში, ხშირ შემთხვევაში, ან უმრავლეს შემთხვევაში არ მიყვა. რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრში დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ხდება რეგისტრაცია საჯარო რეესტრის შესახებ კანონის თანახმად. ანუ ეს პროცესი დამოკიდებულია ხოლმე შე შემთხვევაში თვითონ დაინტერესებული პირის კეთის ნდისიერებაზე. ანუ მან უნდა აზომოს ზუსტად ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მას გადაეცა და ფაქტობრივ ფლობელობაში აქვს. ხო, მაგრამ თუ არ აკეთებს ნდისიერებები, ვიზა არ ალდება. დიახ, ხშირად ხდება, რომ შესაძლებელია ეს იყოს არაგანზრახით მედება, ანუ მას არ კონდეს მიზნად რომ დაუშვათ სხვისი ნაკვეთი აზომოს, თუმცა მიმდინარე პერიოდამდე არსებობდა სხვა ტიპის პრობლემა აზომების წარმოებასთან დაკავშირებით. კერძო ამზომბელები ახდენენ, ან ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთაც შესაბამისი ინვენტარი არ ჰქონდათ, თუმცა დადგენილია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სტანდარტი, რომელიც სტანდარტის უნდა მოხდეს აზომით სამშვიდობის წარმოება და მათ მოაქვთ ამ სტანდარტით ნაწარმოები აზომითი ნახაზი, თუმცა ცდომილება შესაძლებელია ქონდეთ დაშვებული, რაც გულისხმობს ხოლმე შე შემთხვევაში რამდენიმე მეტრის ცდომილებას, რაც იწვევს ზუსტად აღნიშნულ პრობლემას. ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რაც თქვენ ბრძანეთ, თუ ეს განზრახმედება საჯარო რეესტრის მიმართ თავენ ხოლმე დაინტერესებული პირები თხოვენ ამ უფლების გასწორებას, ანუ რეგისტრირებული მონაცემის შესწორებას, თუ რაიმე ტიპის მახასიათებელი სააგენტოში არსებობს, ასევე თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შესაძლებელია გამოთხოვილი იქნეს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ კონკრეტულ ფიზიკურ პირს მართლაც ამ მოცემულ კოორდინატთა სისტემაში ეკუთვნის მიწის ნაკვეთი, მაშინ ხდება ხოლმე უფლების კორექტირება, ინიშნება ზეპირი მოსმენა, მოდიან მხარეები, მიმდინარეობს განხილვა და ხშირ შემთხვევაში თარგმდებიან ხოლმე მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების კორექტირებაზე. უკიდურეს შემთხვევაში აღნიშნულ დავებს განხილავს ხოლმე სასამართლო. დავით, თქვენ ახსენეთ საჯარო რეესტრის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და 11 პილოტური სოფელი, სადაც პროექტები უნდა განხორციელდეს 2018 წლამდე უნდა გაგრძელდეს ეს პროექტი. რას მოიტანს რეალურად ეს ცვლილება, რატომ არის აუცილებელი და რატომ არის კარგი თქვა რიგითი მოქალაქეებისთვის, რომ ეს ცვლილება ამოქმედდეს? კი ბატონო, მოგახსენებთ, პირველ რიგში დავაზუსტებთ, რომ ეს არ ხდება საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილების გზით, მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ზუსტად აღნიშნულ პრობლემებს, რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ რეფორმის პერიოდში მიმდინარე პრობლემებს. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც დაინტერესებული პირები საქართველოსთან გასული არიან, ანუ ამ დაუშვათ ზოგი გარდაცვლილია. ხშირ შემთხვევაში მოხდა გარიგებების ფორმის დაუცველი გარიგებები არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვს კონკრეტულ ფიზიკურ პირს უფლება, მაგრამ მან განკარგა რამდენჯერმე ეს ქონება, გადაიყიდა, თუმცა არც ერთ ეტაპზე არ დარეგისტრირებულა. ეს ხდებოდა მხოლოდ ფაქტობრივი ფლობის მოპოვების გზით და კონკრეტული პირები ამ მიწის ნაკვეთებს დღეის მდგომარეობით ამუშავებენ, თუმცა მათ რაიმე მარცომიერი დოკუმენტი არ გააჩნიათ, მარცომიერი ფლობელობის დამადასტურებელი. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მუშავდება კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება თვითმმართველობის როლი. აუცილებელია მივიღოთ ინფორმაცია თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, ვინ ფლობს ამ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივად, ანუ პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი მონაცემი იქნება ის, თუ ფაქტობრივი ფლობა ვის უდასტურდება, ასევე ყველა სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჯარო რეესტრთან ერთად მოხდება ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება კონკრეტულ სოფლებში და არა მარტო ერთ ნაკვეთთან მიმართებაში, მოხდება არასწორად რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების იდენტიფიცირება, განისაზღვრება თუ რა ტიპის გადაწყვეტა უნდა დაჭირდეს დაუშვათ ამა თუ იმ შემთხვევას და კომპლექსურად მოხდება საკითხის გაანალიზება და გადაწყვეტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პოტენციური უფლება, რომელიც შეიძლება არსებობდეს ამ თუ იმ რაიონსა თუ სოფელში, ერთობლივად იქნება რეგისტრირებული. რაც გამორიცხავს აი ზედების მომენტს, რაც თქვენ ბრძანეთ, არ მოხდება სხვის უფლების სხვაზე რეგისტრაცია, მათ შორის გაირკვევა მემკვიდრეობის მიუღებლობის გამო გამოწვეული პრობლემების გადაწყდება, ანუ თუ პირი გარდაიცვალა და უშუალოდ 92 წელს და იმის შემდეგ მემკვიდრეობა არ მიიღო
შესაბამისმა პირებმა ის ხალხიც კი მოიწესრიგებს აღნიშნულ სიტუაციას და მივიღებთ სურათს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დაირეგისტრებს საკუთრების უფლებას. ანუ რეალისტურია, ფაქტობრივად 2 წელიწადში მთელ საქართველოში ამ პროცედურების. უნდა დავაზუსტოთ, რომ პირველ ეტაპზე მოხდება 11 სოფელში, საქართველოს 11 სოფელში, რომელიც აღებულია სხვადასხვა რაიონის მიხედვით და აქ მიღებული გამოცდილებით უკვე შემდეგ გახდება მთლიანად მთელ ქვეყანაზე მოხდება აღნიშნული პროექტის გავრცელება, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს გააჩნია გამოცდილება, როდესაც ხდებოდა ხოლმე შედარებით ფორსირებულ ვადებში რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელმაც ვერ მოიტანა ის შედეგი, რა შედეგზეც ის იყო ორიენტირებული თავის დროზე. კიდევ ერთი მაყურებელია ხაზზე თუ შეიძლება მოусმინოთ, ილონ მშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხართ. ილონ მშვიდობისა. ალო, გამარჯობათ. გისმენთ. აი ასე შეგიძლიათ მადლობას გიხდეთ და აი ასეთ შეკითხვა მაქვს. ცხოვრობ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, ერთ-ერთ ქუჩაზე. მაქვს 3000 მეტრო მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიდგას სახლი და ამავე მისამართზე მაქვს 6000 სამეურნეო მიწის ნაკვეთი, სადაც მიწის თხილის პლანტაცია მოსაშენებული. ნუ ერთ მისამართზე არა ეს ყველაფერი. და მივედი საჯარო რეესტრი, რომ გავიფორმო ეს დაბირეგისტრივო 2 დღის წინ. მივედი ამავე ქუჩაზე, ჩემ ქუჩაზე ცხოვრობდა ბიძაჩემი. იგივე სახელლაგვარის როგორც მე მაქვს. და აღმოჩნდა რომ ბიძაჩემ როცა გადაეცვალა შვილმა გააკეთა ეს საჯარო რეესტრში მივიდა და ჩემი მიწის ნაკვეთი თავისი მეორე ნაკვეთით დარეგისტრირებული აქვს ჩემ ბიძაშვილს. და 2 წელია წყალობამ საკითხზე რაღაც საბუთებს მამსადებდნენ მე კორექტირების მას წერი საჯარო რეესტრის იმაში. რაღაცა ეს ვიხდი თანხას. აი აგზავნიან და ერთი თვის შემდეგ მოდის მესიჯი ტელეფონზე რომ არ დამაყოფილდა თქვენი მოთხოვნა. 2 წელია გრძელდება ასე რაღაც სადღაც მაქვს რომ გარკვეული თანხა გადახდილი. კიდე მოაუაკობით პასუხი, კიდე დამაწერნებენ რაღაც მას კორექტირების იმას რაღაც აწენენ რაღაცებში, გამაგზავნიან და გადამახტევინებენ თანხას და მოდის უარყოფით პასუხი. და როგორ მოვიცემ, ვის მიმართო, როგორ შეიძლება? გასაგებია. მადლობა დიდი მადლობა. ანუ გამოსავალი რა შეიძლება ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მოწოდებული ინფორმაციით რთულია ხა მე პირდაპირ უპასუხო ბატონს, თუმცა თქო რომ დაწეროს განცხადება, რომელშიც მიუთითებს აღნიშნულ პრობლემატიკაზე, მოითხოვოს რეგისტრირებული მონაცემის გასწორება და მოხდება გადაწყვეტილების მიღება, განხილვა, შეფასება მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და აუცილებლად მიიღებს დასაბუთებულ და პასუხს კონკრეტულ კითხვებზე. რაც შემიძლია ამ ეტაპზე უთხრა, ხოლო ეს არის იმიტომ, რომ რთულია, როდესაც მე არ გამაჩნია ხა შესაბამისი ინფორმაცია დაუშვათ ამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. თუმცა რამდენადაც სატელეფონო ზარიდან შეიძლება მოკლედ დასკვნა გავაკეთოთ, არის ის, რომ მან არაერთხელ მიმართა არაერთი განცხადებით სხვადასხვა. სასამართლო ხომ შეიძლება რომ თქვა ამ შემთხვევაში ეს იყო სასამართლო გადაჭრის ერთ-ერთი გზა. სასამართლოს მიმართვის უფლება რა თქმა უნდა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოში ერთჯერადად უნდა გასაჩივრდეს ის საკითხი, რაზეც დაუშვათ ხა საუბრობდა ბატონი, იმისთვის რომ მიმართოს სასამართლოს თუ ეს სარეგისტრო წარმოება ჩერდება, ანუ რასაც ბრძანებს რომ ერთი თვის შემდეგ წდება ეს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ არ მიიღება გადაწყვეტილება მას განცხადების ჩაბარებიდან 4 დღის შემდეგ გაწერილი ექნება სარეგისტრო წარმოების შეჩერების საფუძვლები, ანუ ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილება შეაჩეროს წარმოება და მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტი, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმ უფლების რეალიზაციისთვის, რასაც ითხოვდა დაინტერესებული პირი. ეს არის პირველი გადაწყვეტილება. ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებიდან 30 დღის ვადაში არ იქნება წარმოდგენილი აღნიშნული პრობლემების აღმოფხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემდეგ წყდება სარეგისტრაციო წარმოება. დიდი მადლობა. დავით დავიძე, საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მიწის